ეხლა დაგაფიქრებ პატარა რაღაცაზე 2 წუთში, ზუსტად 2 წუთში. წარმოიდგინე რომ ხაზი გავავლე 20-დან დაახლოებით 65 წლამდე გაყავი და რა დარჩა? მანძილი წლოვანებს. რა გამოვიდა? ის წლები ყველაზე კარგი ბავშვობის წლები, რომელიც ძალიან სწრაფად გადის, რომელიც ყოველთვის ყველაზე კარგია, მაგრამ უბრალოდ ძალიან ჩქარა გადის. მერე იწყება ის წლები, როდესაც უნდა განვითარდე, იშრომო, იწვალო, რაღაცა შექმნა ცხოვრებაში, ოჯახი, შვილები, რა ვიცი. ადამიანმა რომ განვითარდე, შენი ცხოვრება განავითარო. 20-დან დაახლოებით 65 წლამდე. მერე მოდის თკბილისიბერე წესით. თუ ერთმა ყველას მიაღწევიოს თკბილისიბერემდე, მაგრამ ამით რითი თქმა მინდა რომ მერე ხომ უნდა დაისვენო ადამიანმა. ზოგადად სიბერეში მაინც ასაკში. მაგრამ ჩვენ ადამიანები არასდროს არ აფასებ იმ მომენტს და იმ წლებს, რომლებიც არის ზუსტად 20-დან 65-მდე. აი ხა რამდენი წლის ხარ? 35-ის, 40-ის, 44-ის. არა, მნიშვნელობა 50-ის. რას ფიქრობ? გაიხსენე შენი განვლილი პერიოდი. რას ფიქრობ? ესთვის კი ცხოვრია. აფასებ ყველა წუთს წამს ცხოვრებისას? ეს მე ვარ. აფასებ. ამიტომაც უნდა აი ეს პერიოდი, რასაც იცხოვრებ, ადამიანი უნდა განვლო ისე, რომ თითქოს უკანასკნელი დღე იყოს შენს ცხოვრებაში. იცხოვრო უნდა ყოველ დღე ბედნიერმა და ყოველი წამით უნდა ტკბებოდე, რომ იხვალ იქ თკბილისიბერეში. კონდეს რაღაცა გასახსენებელი, კონდეს რაღაცა შექმნილი და კონდეს რაღაცა ისეთი რითიც დატკბები შენი ცხოვრების მანძილზე. და დაისვენებ უბრალოდ შვიდად. ამაზე კარგი მგონი არაფერი არ არის. და კიდე წარმატებებს გისურვებ და დატკბი იმ პატარა მონაკვეთით. რასაც შენი ცხოვრება ქვია. ის მომენტი ზუსტად აი ეხლა გიდგას, აი აქ რო ისმე. ეხლა ხარ ზუსტად მაგ მომენტში. და ხვალიდან კი აღარ უნდა დაიწყო ტკბობა. წუთით და წამით. აი ეხლა უნდა დაიწყო. ეს წამი შენია, შენი ცხოვრება არის და შენი რეალობა არის. წარსული უკვე დაკარგული და განადგურებულია, მომავალი კიდე არ არსებობს. მომავალი იქნება ისეთი, როგორიც შენ გინდა, როგორცაც შენ შექმნი. გაიხსენე. მაგალითისთვის რა ვიყო. რას ფიქრობ, რა იქნებოდა? ანუ როგორ მდგომარეობაში ხარ შენ ეხლა? აი ეხლა როგორ მდგომარეობაში ხარ? რა ცხოვრების ეტაპი გაქვს, რაც გაგაჩნია? ზო ყველაფერი რაც გაგაჩნია, რა ეტაპზე ხარ და რა ცხოვრების მომენტიც გაქვს. ყველაფერი არის შენი წარსულის, შენივე ქმედების ბრალი. შენ რაც მოიმოქმედე წარსულში, იმ მდგომარეობაში ხარ ეხლა. ასე რომ თუ გინდა რომ უკეთესი მომავალი გქონდეს, უნდა აწიო ერთი ადგილი და უნდა მოიმოქმედო რაღაცა, უნდა განვითარდე. გადადგა ნაბიჯი, თუნდაც სიცოცხლით კბობისკენ, რო გინდა ბედნიერება, ვინ გაგაბედნიერებს, შენი თავით ვარ გააბედნიერე. ასე რომ დაფიქრდი. და გისურვებთ სიყვარულით და სიცოცხლით ტკბობას ადამიანო. თავს გაუფრთხილ.